კარგი, ახლა ნახეთ რა უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, წინა დავალება ცოტა უნდა გავაუმჯობესოთ. წინა დავალებაში ჩვენ თუ გქონდა რომ სიგრძე სიგანე განსაზღვრული გქონდა, ანუ ცვლადებში გქონდა გატანილი, ახლა უბრალოდ მომხმარებელს უნდა ვკითხოთ ეს. ანუ ჩვენ წინა დავალება შეგვიძლია დავაკოპიროთ და გადმოვიტანოთ აქეთ და ლენქსში და ვიცში int input-ით ვკითხოთ. მაგრამ მოდი დავწეროთ გადმოკოპირებას ყოველთვის ჯობია რომ თქვენით ხელით დაწეროთ. ესე იგი შევქმნით ცვლადები lengs უდრის ჩამოვედით ქვევით width უდრის ავედით ზევით. ახლა აქ input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და აი აქ ეს ტექსტი წამოვიღოთ. აი ეს what's the length დააკოპირეთ და პირდაპირ ჩასვით აქ ეს არის ტექსტი, რაც უნდა შევეკითხოთ users. იგივეს ვაკეთებთ აქაც input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, show exercise დავაჭირეთ და წამოვიღეთ აი ეს ტექსტი და ვაკოპირეთ და ჩავსვით აი აქ. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. ახლა შეგვიძლია ისევ ცვლადები შევქმნათ და შევინახოთ ამ მართკუთხედის ფართობი და პერიმეტრი, ან შეგვიძლია ზუსტად იგივენაირად დავწეროთ, რაც წინა სავარჯიშოში დავწერეთ. ესე იგი, print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, დავწერეთ აქ ტექსტი ორი წერტილი, გადავედით ქვევით პლუსი, შემდეგ str string გავხსენით ბრჭყილი და length-ი გამრავლებული width-ზე, ხო? გამრავლებული width-ზე. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით იგივენაირად print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, პერიმეტრი ორი წერტილი, გადავედით პლუსი, str გავხსენით ბრჭყილი, ორი გამრავლებული ბრჭყილი გავხსენით ისევ length დამატებული width-ზე. გავშვით, ესე იგი აქ მომხმარებელს გვეკითხება რამდენი არის სიგრძე, მაგალითად სიგრძე იყოს 4, სიგანე იყოს 2 და აქ გამოგვითხრის რომ ფართობი იქნება 8 და პერიმეტრი 12, 8 იქნება 4x2, კი ბატონო, პერიმეტრი იქნება 2 პლუს 4 გამრავლებული 2-ზე, ანუ 12. თუ ჩვენ შევიყვანთ რაიმე სხვას, აი მაგალითად შევიყვანთ 25-ია სიგრძე და 12-ია სიგანე, მაშინ გვეტყვის რომ ფართობი არის 300, ხოლო პერიმეტრი არის 74. სულ ეს არის წესი, თუნდაც ჩაგვითვალოს, გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე და